მოგესალმებით მეგობრებო. ვდგევართ 50 მეტრაზე. 3 მიზნიდან მეტრ-10-ზე ქაღალდი გვაქვს. და ვისვრით 28 მარცვლიანი 42 გრამი 6.15 კარტეჩი. აი 24-იან კარტეჩს რო ვიძახით, აი ეგ არის რა ჩავთვალოთ. ოდნავ მსხვილი. ერთი ნომრით მსხვილია. რეალურად ბუფერული შემავსებლის გარეშე პოლიმერული ბუფერული შემავსებლის გარეშე ჭურის წონა არის 40 გრამი და 41-42 გრამამდეა, როგორც მახსოვს, სურათებს დაურთავ ამ ყველაფერს როცა ავწონე ეს. ზუსტად არ მახსოვს, 41 გრამზე ნაკლები არ არის. და შემდეგ ეს გადავტენეთ, დავშალეთ, შევამოწმეთ და გადავტენეთ 76 მმ-იანი მასრა ჭირდება, რომ 41-42 გრამი ჩაიდიოს თავის ბუფერული შემავსებლი და ქვევით ფაქტიურად ამორტიზატორი, აი ამ ხელ ამორტიზატორი აქვს დარჩენილი. და ეს შევავსეთ კრახმალით. და ჩვენ ვისაუბრეთ კრახმალისა და პოლიმერული შემავსებლის თვისობრიობაზე. რაშიც ასე რომ ვთქვათ, კრახმალს ბრალზდებენ რაღაცებს და მე მანდ არ მჯერავს მაგის, იმიტომ რომ რა ვიცი, თითქმის 1-10 წლეულია უკვე ხმარობდა, წლების დადებულიც მქონია, დანასვლებიც მქონია და არსად არაფერში არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ხოთა ვნახოთ ბალისტიკაში რას იზავენ. ამას უფრო ნაკლები შეკუმშვის კოეფიციენტი ჰქონდა, ამას უფრო ნორმალური შეკუმშვის კოეფიციენტი ჰქონდა. ანუ ეს უფრო ცალსახად შპრიცში როცა ვამოწმევდით, უფრო მყარი ჩანდა, ვიდრე კრახმალი. ვნახოთ ახლა როგორ იქნება რეალურ ტესტში. გავისვრით 50 მეტრიდან 28 მარცვლიანი. ვნახოთ რამდენს მიიტანს. ჩოკური შევიწროება გვექნება 2 ჭრილიანი, რადგან ბრენდულ ჩოკებს, კარტეჩის სასროლ ჩოკებს თუ ჩამოიტანთ, ნახავთ, რომ 0.7 მმ-იან შევიწროებაზე ქვევით ნომინალი კარტეჩის სასროლის არ ჩამოდის და 1 მმ-იანამდე ცათი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ შუალედური 0.75-იანი შევიწროებით ვისვრით ამ კარტეჩებს. სხვა დროსაც მისვრია, არანაირი პრობლემა არ არის. აი ესეთნაირად მოიტანა ლამბრომ 41 გრამიანმა კარტეჩმა, 41 გრამ-ნახევარია უფრო ესე, რომელშიც ეყარა 28 მარცვალი, 24 მარცვალი არის აგერ მომთავსებული ბატონო ჩემო. დამიზნება ხდებოდა აი ეს შავად მონიშნული მეჯდა კორაზე. და ოდნავ მაღლა ჯგუფი წასული. 50 მეტრიდან 28 მარცვლიდან 24 მარცვალი მოიტანა აქ. კაი, ის ერთი მარცვალიც გამოვაკლოთ იმ გვერდიდან და გადმოვიდეთ აი ესე. ფაქტიურად, როგორ თქვა, ვენდობი ჩემს მტკავლებს 1, 2, 3, ეს არის 75 სანტიმეტრი სიგანე და 1, 2 და 3. 75-ზე, ანუ საფანტირაზეც ისინჯება. აი იმ ფართობისა და დიამეტრის წრეში და ცენტრთან უყურე რას აკეთებს, 23 მარცვალი მოიტანა 28 მარცვლიდან 50 მეტრაზე. აი ამას აკეთებს ფინდიხზე ბუფერული შემავსებელი და შევიწროებული ჩოკი, ასე რომ ვთქვათ. უბრალოდ შანსი არ აქვს არაფერს, რაზეც ეს უნდა იხმარო, 50% მოხდება რა. 50% მოხდება, კიდე რაღაცა აი ბეჭის ხელა, მკერდის ხელა ადგილი რო ავიღოთ. და გადატენა სრულყოფილად. თითქოს ამ ვაზნაზე იყო, რომ არ იყირს ეს ვაზნა და ამ ვაზნაზე რაღაც უკმაყოფილება იყო, რომ თითქოს არ გადატენაო. ესეთი რამ ითქვა და შემდეგ მათხოვეს ორი ვაზნა, რომ გამეტესტა შემეფასებინა თუ რამე
ასე რომ ვთქვათ, დარღვევა იყო ვაზნაში და მე ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოვაჩინე. კაფსულა, წამალი, ჭურვის წონა, ყველაფერი შეთავსებითია აბსოლუტურად, არანაირი პრობლემა და ნახევარავტომატიდან ვისროლე და აი ესეთი შედეგი დადო ბატონო ჩემო, პოლიმერული შემავსებლით. იმ ერთ შემთხვევაში, როდესაც უმტყუნა ერთ-ერთ მსროლელს, ესე სროლის დროს და მიაფურთხაო, მიაყარაო ქაღალცო, ესე თქვა და თოფიც არ გადატენაო, მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით აი 1000-ში ერთჯერო ხდება კაფსულის სისუსტე, რაღაც ვერ მოხდა იქ ქარხნული ინტეგრირება ბერთოლის მარილის ისე როგორც საჭიროა, არ იყო შესაბამისი აღლება და იყო იმისგან გამოწვეული. ეს გასროლა იყო აბსოლუტურად სრულყოფილი თავისი გავარდნით, გადატენვით და მოტანის სიმძლავრით რა. აი არ ვიცი, სუპერ რა. ისე იდეალური გასროლა, გადატენილი თოფი და მეტი რა ვიცი რა უნდა ქნას. ყველაფერი არის იდეალურად. მეორე ვაზნის გასროლა. სულ ოდნავ მარცხნივ მომივიდა ჯგუფი, ეტყობა კიდევაც აგერ ხედავთ ძირითადი სადაც არის მიტანილი. სრულყოფილი გადატენვა, სრულყოფილი გასროლა, სრულყოფილი უკუცემა, ყველაფერი იდეალური იყო. ერთ რამეს აღვნიშნავ, რომ თავიდან რამდენადაც დიდი აქვს შეკუმშვის კოეფიციენტი კრახმალს, შემდეგ იმდენად ერთ ადგილას იყინება და საერთოდ აღარ რეაგირებს დაწოლაზე. და ამ ხასიათიდან გამომდინარე, არ ვიცი მომეჩვენა, არ ვიცი ნამდვილად იყო, ოდნავ უფრო მეტი უკუცემა ჰქონდა, ვიდრე პოლიმერული მასალით შევსებული ბუფერულ შემავსებლით გასროლილი ვაზნას, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ტესტებში კრახმალმა აჯობა პოლიმერულ შემავსებელს მიტანის კოეფიციენტი. არ ვიცი ახლა ეს მისროლის გაცვლა გამოცვლის ამბავია თუ როგორ შეიძლება რომ ვთქვათ, მაგრამ ესეთი რამე უნდა ვთქვათ, ესე იგი, რო არ დაგაბნიოთ რა. 24 მარცვალი ხო მიიტანა წეღან პირველმა მისროლამ პოლიმერული შემავსებელი დამეპა ენა. 24 მარცვალი ხო მიიტანა წეღან პოლიმერული შემავსებლით შევსებულმა ვაზნამ, ანუ ქარხნულად დატენილმა ვაზნამ ხო მიიტანა 24 მარცვალი. 28-დან 28-ვე მიიტანა კრახმალით დატენილმა. აგერაა ბატონო ჩემო კადრი, დაყევით და დაითვალეთ. შავად, აი შავი წერტილები, მრგვალი წერტილები რო ჩანს, ეგ არის ბუფერული შემავსებელი, შემავსებლით შევსებული ვაზნის შედეგი და სამკუთხედებად რო არის აღნიშნული, ეგ არის კრახმალით დატენილი ვაზნის შედეგი. 28-დან 28 50 მეტრაზე. აი უყურეთ, აი ეს 3 ცალი, 1 2 3 4 ცალი გამოვრიცხოთ. აი უყურეთ, მეტრა 10, მეტრა 10-ზე ქაღალდია. მეტრა 10 რო შუაზე გავყოთ, ალბათ ყველა ხვდებით 55 სანტიმეტრი ამ კარტონის შუამდე. ეს 4 ცალი გამოვრიცხოთ. 55 სანტიმეტრის ვერტიკალური შლა, ანუ 24 მარცვალი მიტანილი და აქედან აქამდე ჩამოვაგლოთ სადღაც 75-80 სანტიმეტრი სიგრძე. ტურა, მელა, მგელი, რავი, რაზე შეიძლება ესიხმარო სიგრძივი ფორმა. 24 მარცვალი მოარტყა კიდე უფრო ვიწრო წრეში კრახმალით დატენილმა და საერთო ჯამში ქაღალდზე საერთო მიტანით კი 28-დან 28-ვე მიიტანა 50 მეტრაზე. მე ადრეც მაქვს ეს ტესტები განაკეთები და ძალიან კარგად ვიცი კარტეჩში ფინდიხი ბუფერული შემავსებლით რასაც შვება, რომ იმისთვის 50 და 60 მეტრა ულაპარაკოა. შეგვიძლია რომ კიდე უფრო იქითაც გავთამამდეთ
მაგრამ თუ არ გექნებათ შესაბამისი შევიწროების ჩოკი თოფზე და თუ არ იქნება შესაბამისად ბუფერული შემავსებლით შევსებული, გექნებათ ამისი ნახევარი შედეგი ყველაზე კაი ვარიანტში. Даже ესე იგი, ეგ კი არა, მარტო ჩოკი რო გვეყენოს და ბუფერული შემავსებელი არ ქონდეს, მაშინ შეიძლება მივიღოთ ეს 50%-იანი სხვაობა ამ შედეგთან მიმართებაში იმ კომბინაციით, მაგრამ თუ გვექნება 4 ჭრილიანი ჩოკი ან 5 ჭრილიანი ჩოკი თოფზე და გავისვრით ამ კარტეჯს, 50%-იან შედეგსაც ვერ მივახცევთ ამ მანძილზე ამ კონკრეტული მაჩვენებლებთან მიმართებაში. ცოტა ამბებნა თქვა ეხლა და მოკლედ თქვენ თვითონ განსაჯეთ აგერაა ბატონო ჩემო, ამდენი ხანია გაჩერებული მაგ კადრი და ალბათ დათვლასაც მოასწრებდით და გაანალიზებასაც რა როგორ და რანაირად. ეს 50 მეტრისთვის არის ფენომენალური მისროლა ერთი ვაზნის შემთხვევაშიც, მეორე ვაზნის შემთხვევაშიც. ასე რომ გისურვებთ წარმატებას. გავარდნა, გადატენვა იდეალური, ყველაფერი მუშაობს სრულყოფილად, აბსოლუტურად სრულყოფილად. არანაირი კითხვის ნიშნები ამ ვაზნასთან. ეხლა ჩვენ ვდგევართ სამიზნედან 25 მეტრაში. აქ გვიყენია 2 ჭრილიანი ჩოკი, როგორც ვთქვით. ხელში გვიჭირავს ლამბროს აი ესეთი ვაზნა 9 ნომერი 67 მმ-იანი სავაზნის სიგრძე და 36 გრამი დისპერსანტი. ჩვენ ვიცით დისპერსანტებს ჩვენი მამაპაპა იყენებდა, რომ ძლიერი შევიწროების მქონე თოფიდან, როდესაც იყო ფიქსირებული ჩოკები და ჩოკებს ვერ უცვლიდნენ, რამენაირად მიეღწიათ საფანტის გაშლას. რო ფრინველი იოლად დაეკედათ, ახლო მანძილზე ესროლათ, მოსარტყმელათაც იოლი ყოფილიყო და კვების ღირებულებაც შერჩენოდა, ასე რომ ვთქვათ, ფრინველს. ხო და ეხლა ჩვენ გვიყენია 2 ჭრილიანი ჩოკი და 25 მეტრიდან ვესვრით აი ამ ვაზნას, ლამბროს 36 გრამიან 9 ნომერ დისპერსანტს და ვნახავთ 25 მეტრაზე, 1.10 ქაღალდზე რამდენად გაშლის. ეს რო იყო შეუულებრივი სტანდარტული 9 ნომერი ამ მანძილიდან, ამ შევიწროებით 2 ჭრილიანის შევიწროებით მაქსიმუმ 50-50-ზე გაეშალა. აი მაქსიმუმს ვიძახი. ვნახოთ ძლიერი შევიწროება და დისპერსანტი როგორ მუშაობს 25 მეტრაში. ეს არის მეგობრებო დისპერსანტის მისროლა 25 მეტრიდან 2 ჭრილიანი ჩოკით 36 გრამი 9 ნომერი. აი 1.10-ზე ქაღალდი მთლიანად მოიცვა კიდიდან კიდემდე, რასაც ყოველთვის ვიძახი და ჩემთვის უსწავლებიათ და შემდეგ პრაქტიკაში მინახია და დამიდასტურებია, ზუსტად ის გააკეთა დისპერსანტმა და შევიწროებამ ახლო მანძილში. აი მთლიანად როგორი სრულყოფილად არის 1.10-ზე ქაღალდი მოცული და ამავდროულად მრგვლად თან, აი უყურეთ როგორი მრგვლად, რომ აი ეს არის უკვე ანუ მაქსიმალურად თანაბრად, სტაბილურად არის განაწილებული საფანტი, ვერანაირი მწყერი ქათამი ამას ვერ გაექცევა, შანსი არ არის, არ არსებობს, აი წვრილად დაყოფილი ის რასაც უყურებთ, აი ამ კლასიკურ წრეში ვერაფერი ვერ გაექცევა. და ნუ გარე პერიფერიებშიც გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, დაზღვევები, რომ ფრინველს კიდე რაღაცა მოხდეს ამ მანძილზე სროლის დროს, როცა დამიზნებას ვერ ასწრებ ქათამს ამოფრენიდან და ასე შემდეგ. გეუბნებით, რომ ეს რო ყოფილიყო ჩვეულებრივი სტანდარტული ვაზნა, აი მხელად იმას გააკეთებ და წრეს სულ. ანუ მთლიანად მოცულია 1.10-ზე ქაღალდი და არის მაქსიმალური მანძილი 30 მეტრაზე უკვე ფანჯრებს დაიწყებდა. აი 20 მეტრა კიდე უფრო მაგარი იქნებოდა რა. ანუ რეალურად ეს არის მაქსიმუმ 25 მეტრამდე სამუშაო ამ შევიწროებით და ამ კომბინაციით. 15-დან 25 მეტრამდე რაც არის კლასიკური ცნობადობა იმისა, რომ უნდა გააკეთოს, ასე რომ ვთქვათ, ვაზნამ კონკრეტულ შევიწროებაზე აკეთებს კიდევაც ბატონოჩა. აკეთებს კიდევაც, აი დააგვირდით კიდე ერთჯერ.
ამას ვამბობ ხოლმე. ეს ახლა რო გვესროლა ცილინდრით, არაფერს არ ემგვანებოდა საერთოდ. საერთოდ არაფერს არ ემგვანებოდა, გვექნებოდა ჯგუფ-ჯგუფად მიყრები, რაღაცა სისულელეები, უდიდესი ფანჯრებით და ასე შემდეგ. დისპერსანტს როცა ხმარობთ, იხმარეთ აუცილებლად შევიწროვებიდან. თუ გინდათ რომ მისი ეფექტი ნახოთ. ჩემი პრაქტიკა არის ეს ბატონო ჩემო. და აგერ ფაქტი. ეს არის პოლიმერული შემავსებელი.